ერთი აი კონსტანტინე მორგოშიას და ნეობოლშევიკ იმებს რა ქვია ალტიფოელებს რა ერთი რა პრეტენზიები გაგაჩნიათ ან დავით ნემსაძესთან ან ერმილესთან ამ ძმებ ნემსაძეებთან რა ბიჭო ნამუსი მაინც ხონდა კონდეთ ადამიანი ჯერ თქვენი თანამებრძოლი ერთად იყავით თანამებრძოლებს ეძახდით თო ერთმანეთს და დღეს ამ ხელა შეურაცხყოფას აყენებთ და რეალურად სახელმწიფო უშიშროების სამსახურით აგენტურული ქსელი ხართ ბიჭო არც ხვენიათ ან ყველაფერს თავი რო დაანებთ ქართულ მხედრობას ეხებით ბიჭო ადამიანი რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა დავით ნემსაძე ქართველი ოფიცრის მუნდირს ქართველი მხედრობას ეხებით ბიჭო თქვენ აქ ლიბერალებთან რო გაგდით და ამ პიდარასტებთან რა ქვია გების აქციებზე რო გამოდიხართ და თელ ამბებში ხართ ვითომ და რაღაცა შეგიძლიათ ბიჭო ამდენი ომი იყო სად იყავით ძმაო ერთი გითხარით რომელ ომში ხართ ნამყოფი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ისტორიაში იქ რო ლაპარაკობთ ომი რომ მოხდეს რუსეთთან ჩვენი საომარია დასულის ამ ადამიანი ქართული მხედრობაშიც არ გაგივლიათ ას გიმსახურიათ ბიჭო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რომელი მეომრები თქვენ ახართ ბიჭო პიდარასტების წინააღმდეგ აქციებს რო აღწევთ საოკუპაციო ზოლთან სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან ახლოს არ მიყარებული ხართ რისი მეომრები ხართ და რა გინდათ ამ ადამიანებს რას ეჭიდავებით მეომარ ხალხს რომლებმაც ქართულ სახელმწიფოებრიობას ემსახურენ ღირსეულად ემსახურენ თავისი სამსახურით შეიარაღებულ ძალებში და რუსეთ-საქართველოს ომში იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს სახელმწიფოებრივ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ორივე ძმები თქვენ სად იყავით ბიჭო ან თქვენი მშობლები სად იყვნენ მე ერთი მახსოვს მახარაძეს მამა რუსული სპეციალური დანიშნულების რაზმები რო იყო ბანდფორმირებებთან ერთად კიტოვანის და ჯაბასთან ერთად იყო